იქნება. უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველები უკვე თანამემამულის სტატუსით სარგებლობენ. შესაბამისი დოკუმენტი მათთვის ბევრ კარს ხსნის, რომელიც აქამდე დახურული იყო. მაგალითად, ამ სტატუსის მქონე ქართული დიასპორის წევრებს შეუძლიათ საქართველოში განათლება სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ. იმუშაონ საჯარო სამსახურში და გადასახადებიც კი გაისტუმრონ. პირველად უნდა გადავიხადო ახალი პასპორტით, კომუნალური გადასახადი. მარინა თამაზაშვილმა თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმება კომუნალური გადასახადების დასაფარავად პირველად გამოიყენა. ამ პროცედურისთვის აქამდე მას ბანკში რამდენიმე საბუთის წარდგენა სჭირდებოდა. ახალი დოკუმენტი კი გუშინ ოფიციალურად მიიღო. ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქე რამდენიმე თვეა თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ ახალი სტატუსი საქართველოში ცხოვრებას უფრო გაუმარტივებს. ყოველთვის ითხოვდნენ საქართველოს მოქალაქეები მიყონა რომელიმე პირადობით და მისი მეშვეობით გადამეხადა ესა თუ ის გადასახადი. აცი მეშვეობით თამამად მივიდე უკვე და ვარ ამაყიანთაც. კომუნალური გადასახადების კომფორტულად დაფარვის გარდა საქართველოში დაბრუნებულ ამ სტატუსის მქონე პირებს სხვა პრივილეგიებიც აქვს. თანამემამულის სტატუსის მქონე პირს, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეუძლია საჯარო სამსახურში იმუშაოს. გარდა ამისა, თუ პიროვნება არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა სჭირდება, შეუძლია საზღვარი ვიზის გარეშე გადმოკვეთოს. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული შეღავათი აქვს ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთან მინიჭებული, ეს არის საქართველოში უვიზოთ შემოსვლის უფლება, ეს არის საქართველოში სახელმწიფოს ხარჯით განათლების მიღების უფლება, ეს არის საქართველოში სპორტულ ღონისძიებებში საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლება. ახალი სტატუსი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს კიდევ ერთ საშუალებას მისცემს. სახელმწიფოს დაფინანსებით ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო. ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემ ქვეყანას უფრო დაუახლოვდი ამ სტატუსით, როგორც ჩემი ქვეყანა მე დამიახლოვდა. და ვფიქრობ, რომ განათლების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო გაადვილებს და ფინანსურად. პირველ ეტაპზე თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმება 50 ადამიანს გადაეცა. დოკუმენტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს დღევანდელმა თაობებმა არ დაკარგონ ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები. განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა თაობას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეობის მექანიზმი მომუშავოთ მაქსიმალურად. და იქ სადაც ეს არ არის შესაძლებელი ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ ხერხდება ორმაგი მოქალაქეების აღება სხვადასხვა სუბიექტური გადაწყვეტილების გამო დავარიგოთ ჩვენი თანამემამულის მოწმობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მეტი ბრუნება ვიდრე მიდის, მაგრამ ეს არის წინა წლები და წინა საუკუნეების ტვირთი სახეზია და ეს ასია. ჩვენთვის ეს ხალხი ერთის მხრივ არის დანაკარგი და მეორეს მხრივ ეს არის ასევე დიდი სიძლიერე. და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ დანაკარგი შევამციროთ და სიძლიერის მომენტები ამოწიოთ ზემოთ. ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სტატუსის მისანიჭებლად სპეციალური რეგისტრაციის გავლა უწევთ. დოკუმენტს კი იუსტიციის სახლში 2 თვის ვადაში აიღებენ.